კრისტალ ჯგუფის მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს, რომელსაც ბრალდების მხარე ბაკურიანში 5 სასტუმროს უნებართვა მშენებლობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 მილიონი გირაოთი შეეცვალა. როგორც მედიასთან სტეფანიანის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება არ იყო. გარდა ამისა, ადვოკატი მიუთითებს, რომ სტეფანიანმა ჩვენებაში გარკვეული დეტალები დააზუსტა და უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნევა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა. ბრალდების მხარე მას უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. საგამოძიებო სამსახურის თანახმად, კრისტალ ჯგუფის კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის და შპს ჰოსტელს მენეჯმენტ გრუპის დამფუძნებელმა დაბა ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს ჰქონდათ. გამოძიების ვერსიით, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.